გავრცელებული ინფორმაციით 10 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. იტალიელი დეპუტატები ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის, ოცნების მაღალჩინოსნებისთვის, მოსამართლეებისა და პროპაგანდისტებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ითხოვენ. საქართველოს საკითხზე რეზოლუცია უთხრა პოლიტიკურმა პარტიამ იტალიის სენატს წარუდგინა. დოკუმენტში საუბარი რეჟიმის დაგმობასა და არაღიარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ეხება. კალაძის ცოლის ანუკი არაშიძის პასუხი მოქალაქეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. რა გაგიკვირდათ? მაგის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების შვილებს როგორ უნდათ მამებთან და რა პირობებში აწამებდნენ? აი ეგ რომ გააზრებული გქონდეთ და მანდაც ემპათია ჩართოთ ჯაფარიძის ფაქტზე ტირილს არ მორთავდით. ეხლა უი აქედან. ნეონაცისტური მკვლელობის კულტის ქართველი მეთაური მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. გვიან ღამით ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა 39 წლის ქალმა 12 ადამიანი დაჭრა. 6 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენებმა სხვადასხვა ნაკლებად მძიმე სახის დაზიანებები მიიღეს.